Я приветствую всех, с кем лично не здоровалась, приветствую всех в общем. ყველას მოგესალმებით, მათაც ვისაც პირადად არ მივესალმე, სულ ყველას. Очень рада быть здесь. ძალიან მიხარია აქ ყოფნა. Наверное, уже надоело повторять вам одно и то же. Говорю, что я всегда люблю быть в Грузии. და ალბათ შეიძლება მოგბეზრდაც კიდევაც, რომ ყოველთვის ვიძახი იმას, რომ მე მიყვარს საქართველოში ყოფნა. Это моя детская колыбель, где мне всегда хорошо. ეს არის ჩემი ბავშვობის აკვანი და მე ყოველთვის მიხარია აქ ყოფნა. Испытываю всегда трепет, когда выхожу сюда. და ყოველთვის მოწიწებას ვგრძნობ, როდესაც აქეთ გამოვდივარ. Потому что считаю, что это очень большая ответственность. იმიტომ რომ მე ვთვლი, რომ ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. Что сегодня я займу ваше время. და იმით რომ მე დღეს თქვენს დროს დავიკავებ. И я должна занять его не впустую. და ეს არ უნდა იყოს უბრალოდ სიცარიელე. Я не должна никого впечатлить. არავის შთაბეჭდილება არ უნდა მოვახდინო. Я не должна никого удивить чем-то новым. და არც არავინ უნდა გავაკვირო რაღაცა ახალით. И в то же самое время я не должна никого отпустить пустым. და ამავე დროს არავინ სარიელი არ უნდა გაუშვა. И когда я понимаю, что у меня нет никакого права, в принципе, не только у меня, у любого служащего слова. და როდესაც მე ვაცნობიერებ, რომ არც მე და საერთოდ ნებისმიერ მსახურს არ აქვს იმის უფლება, у нас нет права легкомысленно относиться к тому, с чем мы сюда выходим. რომ ზერელეთ, ასე იგი, მიუდგეთ имас, რითაც ჩვენ აქ გამოვდივართ. Я не могу просто проживать свои дни как попало, смотреть, допустим, сериалы, развлекаться, как-то пусто проводить свое время. არ მაქვს, ესე იგი, უფლება, რომ სიცარიელეში გავიარო ჩემი ცხოვრების დღეები, რაღაც სიცარიელზე დავხარჯო ამაოებაში. А потом за день до начала служения, когда я знаю, что мне надо делиться словом, და შემდეგ უკვე, როდესაც დადგება, ესე იგი, მსახურების დრო, ერთი დღით ადრე, მე начать судорожно листать в Писании, чем же я должна занять это время. დავიწყო, ესე იგი, წერილში ძებნა, რომ აი ხვალისთვის ნეტა რა უნდა ვთქვა. Я думаю, что ни у кого из нас такого права нет. მე ვფიქრობ, რომ არც ერთ ჩვენთაგანს ამის უფლება არ აქვს. И понимаю эту ответственность, я очень трепетно отношусь к тому, когда мне доверяют сюда выйти. და ვაცნობიერებ რა აი ამ პასუხისმგებლობას მე ყოველთვის დიდ მოწიწებას და თრთოლობას განვიჩნდი, როდესაც გამოვდივარ სიტყვის მსახურებაში. И еще я прекрасно понимаю, что я сама ничего не могу сделать. და კიდევ კარგად ვაცნობიერებ, რომ პირადად მე თვითონ არაფერი არ შემიძლია. Кому-то интересно слушать, как я говорю. ვიღაცისთვის საინტერესოა როგორ ვლაპარაკობ. Кому-то неинтересно, сложно, долго, по-разному. ვიღაცისთვის არ არის მოსაწონი, ვიღაცისთვის რთულად მოსასმენია, დიდხანს მოსმენა. Но очень важно то, что здесь делает Дух Святой. მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რასაც აქ აკეთებს სული წმინდა. И это самое важное. და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. И где-то вот об этом я и хочу сегодня поделиться с вами. და აი ეს მინდა გაგიზიაროთ. Первая книга Царств. პირველი მეფეთა წიგნი. ჩვენთან ქართულში ეს არის პირველი სამუელი. Первая глава, 3 стих. პირველი თავის მესამე მუხლი. И ходил этот человек из города своего, этот человек, это Елкана, его имя. და ეს აქ არის ელკანაზე ლაპარაკი. ყოველ წელს დადიოდა ეს каци თავისი ქალაქიდან შილოში. Ходил из города своего в положенные дни поклоняться и приносить жертву Господу Саваофу в село. ცაბაოთ უფლის თაყვანის საცემად დამსხვერპლის შესაწირად ყელის შესაწირად. Там были Илий и 2 сына его, Офни и Финес, священниками Господа. ყელის ძენი იყვნენ იქ ხოფნი და ფინხასი, უფლის მღვდელნი. Ничего особенного в этой истории, маленькой истории. და ამ პატარა ისტორიაში გასაკვირი არაფერია. Некий человек каждый год ადამიანი, ერთ-ერთი ადამიანი ყოველწლიურად в положенные дни приходит в Дом Божий, დანიშნულ დღეებში მიდიოდა უფლის სახლში, поклоняется Богу и приносит ему жертву. ეთაყვანებოდა მას და მოჰქონდა ღმერთისთვის მსხვერპლი. Если вы знакомы с постановлениями Ветхого Завета, то было 3 обязательных праздника, когда
все должны были приходить. და თუ თქვენ იცით, ეს ძველი აღთქმის პერიოდში იყო სამი მნიშვნელოვანი, ესე იგი, მსხვერპლების დრო, როდესაც ადამიანი აუცილებლად უნდა მისულიყო და მიეტანა წელიწადში 3 ჯერ მსხვერპლი ღმერთისთვის. Поэтому как минимум 3 раза в год он приходил. Ну, это და минимум. როგორც მინიმუმ წელიწადში 3 ჯერ ის მიდიოდა. И также здесь есть маленькая информация про священнослужителей, которые тогда служили в храме. და აქ არის პატარა ინფორმაცია იმ მსახურებზე, რომლებიც მსახურობდნენ ტაძარში. Я думаю, что многие из вас знают эту историю, но я очень коротко покажу картину той картины богослужения. მე ვფიქრობ, რომ ბევრმა თქვენთაგანმა იცის ეს ისტორია, მაგრამ მოკლედ დაგიხადავთ აი ამ სურათს, მდგომარეობას. Мы не можем сказать о священнике Илии, что он был не Божий человек. ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ მღვდელმთავარ ყელიზე, რომ ის არ იყო ღმერთის ადამიანი. Есть какие-то предпосылки верить и считать, что Бог с ним разговаривал. და იყო ისე არის ესეთი ცნობები, რომლებიც ჩვენ გვაჩვენებს, რომ ღმერთი მას ელაპარაკებოდა. У него была вера в Бога, მას ჰქონდა ღმერთის რწმენა, но он был негодным отцом. მაგრამ ის იყო უვარგისი მამა. Он был слишком слабохарактерным, чтобы правильно воспитывать своих сыновей. ის იყო ძალიან სუსტი ნებისყოფის ადამიანი, იმდენად რომ მან ვერ შეძლო კარგად აღეზარდა თავისი შვილები. Эти сыновья Офни и Финес тоже были священниками. და ეს ესე იგი მისი ძეები, И они ხოფნი და творили, ფინიესიც მღვდლები იყვნენ. творили бесчинство в Доме Божьем. და ისინი ურჯულოებას ჩადიოდნენ ღმერთის სახლში. В главах позже подробно рассказывается об этом. და ცოტა ქვემოთ დაწვრილებით არის ეს აღწერილი. Они приходили к евреям и отбирали у них жертвенное мясо, не позволяя его варить, потому что хотели сделать себе жаркое. ისინი მიდიოდნენ ებრაელებთან და ართმევდნენ უმხორცს, არაძლებდნენ იმის საშუალებას, რომ ეს მოეხარშათ, როგორც იყო დადგენილი, იმიტომ რომ მათ უნდოდა ჩემწვარი ხორცის ჭამა. Они оскверняли всю церемонию жертвоприношений. ისინი ასე თქვათ, ასე იგი ყველანაირად ამახინჯებდნენ მსხვერპლშეწირვის პროცესს. Просто могли воткнуть вилку в варево, достать любой кусок мяса и уйти. მათ შეეძლოთ, ასე თქვათ, დიდი ჩანგალი ჩაერჭოთ და ქვაბიდან ამოეღოთ, რომელი ხორცის ნაჭერიც უნდოდათ, მსხვერპლის შეწირვამდე და წაეღოთ. Иудеи уже даже не пытались с этим бороться, они говорили, ну давай хотя бы все сделаем по закону. და იუდევლები ამას უკვე აღარც ეწინააღმდეგებოდნენ მთლიანად და ამბობდნენ, მოდი ჯერ რჯული შევასრულოთ და მერე წაიღეთ. Там пусть тебе на жаркое, ну давай сначала мы по правилам, сначала сожжем тук, а потом уже ты возьмешь это мясо. და ეუბნებოდნენ, რომ კარგი წაიღე ხორცი შესაწველად, მაგრამ მოდი ჯერ დაეკმიოს სამსხვერპლოზე დასაკმეველი ქონი და რაც საჭიროა. და მერე წაიღე. Похоть этих молодых священников была такая неудержимая, что они говорили нет. და გულის თქმა ამ ახალგაზრდა მღვდლებისა იმდენად ძლიერი იყო, რომ ეუბნებოდნენ არას. Они говорили, отдай сейчас же или силой возьму. და ეუბნებოდნენ, არა, ეხლავე მოგოცით, თორე ძალით წაგართმევთ. И там написано, что и так они поступали со всеми израильтянами, которые приходили со своими და жертвами. დაწერილია, რომ ისინი ასე ექცეოდნენ ყველა ისრაელიანელს, რომელიც მიდიოდა ღმერთის ტაძარში მსხვერპლის შესაწირად. Еще о них написано, что они блудодействовали с женщинами, которые собирались у скинии. და კიდევ დაწერილია, რომ ისინი მრუშობდნენ იმ ქალებთან, რომლებიც მოდიოდნენ ტაძარში. И Писание характеризует поступок этих людей как великий грех творили они. და წმინდა წერილი ამას აღწერს ისე რომ ისინი ჩადიოდნენ ძალიან დიდ ცოდვას. И их грех перед Богом был в том, что из-за них у евреев сердце охладевало, они не хотели служить Богу. და მათი მთავარი ცოდვა იმაში მდგომარეობდა, რომ ისინი ისრაელიანების გულებს აცივებდნენ ღმერთის მიმართ, რომ ისინი მოსულიყვნენ და მსხვერპლი მოეტანათ ღმერთისთვის. Люди приходили в Дом Божий, видели бесчестие, разочаровывались и не хотели больше приходить. ხალხი მოდიოდა ღმერთის სახლში, ხედავდნენ ურჯულოებას და ამის შემდეგ ღმერთის სახლში მისვლა აღარ უნდოდათ. И вот посреди этой картины вот такой
очень интересный стих. და აი ამ სურათის შემდეგ არის აი ესეთი ძალიან საინტერესო В положенные მუხლი. дни, каждый год, Ყოველ этот человек приходит, поклоняется и приносит жертву. ყოველწლიურად დადგენილ დღეებში პირადად ეს ადამიანი ყოველ წელს მიდიოდა და მსხვერპლი მიქონდა ღმერთისთვის. Когда Бог остановил мое внимание на этом человеке, და როდესაც ღმერთმა ყურადღება გაამახვილა, რომ მე შემეხედა ამ ადამიანისთვის, я знаю историю дальше. მე ვიცი თუ როგორ გაგრძელდა ეს ისტორია. Мы все знаем Анну, его жену, да, Ჩვენ которой ყველა восхищаемся ею. ვიცით ხანაზე, მის მეუღლეზე და ვართ აღფრთოვანებული მისი რწმენით. Для тех, кто не знает, коротко, она была бездетна. და მათთვის ვინც არიცით, არის ის რომ ჰანა იყო უშვილო, Она плакала, она молилась. ის ლოცულობდა, ტიროდა. Она обещала Богу, что своего ребенка мужского пола она посвятит ему на служение. და მან პირობა მისცა ღმერთს, რომ მამრობითი სქესის შვილს ის ღმერთს მიუძღვნიდა პირველს И Бог ее благословляет, дает ей сына. და ღმერთმა ის აკურთხა და მისცა მასზე. И приблизительно говорят, что где-то в 4-7 лет, вот в этом возрасте, она привела его в храм и оставила его в Доме Божьем. ამბობენ, რომ დაახლოებით 4-7 წლის ასაკში ჰანა მიიყვანა თავისი ძე და დატოვა უფლის ტაძარში, როგორც მსახური. И в наших глазах она герой. და ჩვენს თვალში ჰანა არის გმირი. Мне, как маме, вообще очень трудно вместить, как можно на этот шаг решиться. და ჩემთვის როგორც დედისთვის ძალიან რთულია იმის წარმოდგენა, თუ როგორ გადადგა მან ეს ნაბიჯი. Но когда Бог остановил мое внимание на Елкане, მაგრამ როდესაც ელკანაზე შეაჩერა ღმერთმა ჩემი ყურადღება и начал мне открывать некоторые моменты, და ღმერთმა დამიწყო რაღაცა მომენტების გაცხადება, я поняла, что не было бы Анны, если не было Елканы. მე მივხვდი რომ არ იქნებოდა ხანა, რომ არ ყოფილიყო ელკანა. Что побуждало этого человека приходить вместо греха, лицемерия и продолжать поклоняться Богу? რა უბიძგებდა ამ ადამიანს მისულიყო იქ, სადაც იყო, ასე ვთქვათ, ასეთი პირფერული და ურჯულოების ადგილი და მაინც მისულიყო იქ და მაინც მოეტანა ღმერთისთვის მსხვერპლი და თაყვანიეცა ღმერთისთვის. Что удерживало его от разочарования, чтобы его руки не опустились, чтобы он все равно приходил и приходил на каждый праздник к Богу? რა აძლევდა, ასე ვთქვათ, რას ეჭირა ეს ადამიანი, რომ აი ამ ყველაფერის მიუხედავად მაინც მისულიყო და მსხვერპლი მოეტანა ღმერთისთვის ყველა დღესასწაულზე. Я не думаю, что он не знал про это. მე არ ფიქრობ, რომ მან არ იცოდა ამ რომ მან არ იცოდა თუ რა სიტუაცია იყო. Я даже не думаю, что с ним такое тоже не происходило. და იმასაც ფიქრობ, რომ ისაც ყოფილა ასეთ სიტუაციებში. Но приходит очередной раз, когда нужно идти как положено. მაგრამ აი დგებოდა ისევ თარიღი, რომ ის უნდა წასულიყო. Он собирает свою семью и идет на поклонение Богу. და ის ისევ მიდიოდა თავის ოჯახთან ერთად და თაყვანს სცემდა ღმერთს. Я попыталась перевести это на наше время и в наши церкви. და მე შევეცადე, რომ აი ეს ყველაფერი გადმოგვეტანა ჩვენ დროს და ჩვენს ეკლესიებზე. С какой радостью бы мы с вами ходили в церковь, если бы мы знали, что дети пастора бесчинствуют, используют кассу для своих удовольствий, а еще блудят. როგორი სიხარულით ვივლიდი ჩვენ ეკლესიაში, თუ გვეცოდინებოდა, რომ ხუცესის შვილები აი ესეთ ურჯულოებას ჩადიან და თან მრუშობენ. რა სიხარულით მოვიდოდით ეკლესიაში. И когда народ подходил к священнику Илии и говорил: твои сыновья бесчинствуют, და როდესაც ხალხი მიდიოდა ყელისთან, მღვდელთავართან და ეუბნებიან, რომ ძალიან ურჯულოდ იქცევიან შენი შვილები. он делал им какие-то слабые замечания. სუსტ შენიშვნებს აძლევდა. Нехорошо, что я вас слышу, что народ говорит так. კარგი არ არის, კარგი ამბავი არ მესმის თქვენზე, ხალხი აი ამას მეუბნება თქვენ Не შესახებ. грешите там, еще что-то. ნუ შესწოდავთ.
Но он их не останавливал. მაგრამ არ გაუჩერებია ისინი. Хотя, как и минимум, их надо было снять со служения. Но это минимум. მიუხედავად იმისა, რომ მინიმუმ რაც უნდა გაკეთებულიყო, მოეხსნა ისინი მსახურებიდან. И вот мы приходим в церковь, и в церкви есть бесчинство. და იმოდივართ ეკლესიაში და ფაქტიურად ეკლესიაში არის აი ეს უწესრიგობა, ურჯულუება. И в церкви есть какие-то скрытые грехи, о которых все знают, но открыто не говорят. და ეკლესიაში არის დაფარული ცოდვები, რომლებიც ყველა მიცის, მაგრამ სააშკარაოზე არავინ არ ლაპარაკობს. Насколько мое сердце будет расположено приходить в такую церковь? რამდენად იქნება განწყობილი ჩემი гули აი ამ ყველაფრის ცოდნის შემდეგ, რომ იარო ეკლესიაში. Когда я задавала себе этот вопрос, я понимала прекрасно, что да, я бы, наверное, может быть, даже стала бы искать другую церковь. და როდესაც მე აი ამ ყველაფერს ჩავხედე ჩემს გულში, მე ვიფიქრე, რომ კი, ალბათ მე სხვა ეკლესიას მოვძებნიდი. И тогда у меня вопрос, а почему у Илканы получилось? და მაშინ ასეთი კითხვა და ელკანა რატო ეჭიდებოდა ღმერთს ასე ძლიერ? И единственное, к чему я прихожу, один вывод. და ერთადერთი დასკვნა, რომელთანაც მე მივდივარ, Он видел Бога. ის ხედავდა ღმერთს. И Бог был единственное, кого он видел, когда приходил в Дом Божий. და ღმერთი იყო ერთადერთი, რომელსაც ელკანა ხედავდა, როდესაც ის მიდიოდა ღმერთის სახლში. Как нам важно научиться в Доме Божьем видеть Бога. რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ის, რომ მოვდივართ რა ღმერთის სახლში, ვხედავდეთ და ვუყურებდეთ ღმერთს. Потому что если быть очень честными с самими собой, никому не рассказывая для себя лично. იმიტომ რომ თუ ჩვენ არავის არაფერს ვეტყვით და უბრალოდ გულწრფელები და პატიოსნები ვიქნები ჩვენი საკუთარი სინდისის წინაშე. У нас могут быть очень разные причины, почему мы сюда приходим. შეიძლება ჩვენ გქონდეს ბევრი მიზეზი, რის გამოც ჩვენ მოვდივართ ეკლესიაში. Но единственная причина, которая его не останавливала, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი, რომელიც მას არაჩერებდა, он знал, что эти постановления были установлены Богом. მან იცოდა, რომ აი ეს წესრიგი, ეს განრიგი იყო ღმერთისაგან მოცემული. И поэтому он туда шел для Бога, და ამიტომ მიდიოდა იქ ღმერთის გამო, к Богу. ღმერთთან. ჰალელუია. И чтобы его историю завершить, я некоторые акценты сделаю, продолжение про Анну. და რამდენიმე აქცენტს გავაკეთებ ანაზე. Когда эта женщина пришла, плакала перед скинией, როდესაც მივიდა ეს ქალი და იქ ტიროდა, мы видим, что Илия, как священник, потерял свою духовную проницательность. ჩვენ დავინახეთ, რომ ყელიმ როგორც ღვთაემთავარმა თავისი სულიერი ხედვა, ესე იგი სიფხიზლე დაკარგა მაშინ. Не знаю, то ли он сорвал на нее весь свой негатив, свое бессилие, что он не мог своих сыновей остановить. შესაძლოა ჰანაზე გადმოანთქია თავისი უძლურება და ნეგატივი ის, რომ თავის შვილებს ვერ გაუმკლავდა, კარგად ვერ აღზარდა. То ли он действительно уже видел все только негативно и плохо. ან შესაძლოა მხოლოდ ყველაფერს негативურად ხედავდა. Потому что, напомню, женщины собирались и блудодействовали с его сыновьями. იმიტომ რომ იმასაც შეგახსენებთ, რომ მოდიოდნენ სხვა ქალები და ფაქტიურად მის შვილებთანაც მეძაობდნენ. И вот когда он видит эту женщину плачущую, которая не разговаривает, а только шевелит губами, долго-долго плачет. და როდესაც ის ხედავს ქალს, რომელიც ტირის ხმას არ იღებს და მარტო ჩურჩულით რაღაცას ამბობს, Интересно, გაუგებრად. что он ее не спрашивает, а как утверждение говорит. Доколе ты будешь пьяной? და არც ეკითხება, როგორც მტკიცებულებას ისე ეუბნება, რომ როდემდე იქნები მთვალიო. Вот я на 100% уверена, если сегодня кто-то бы нам из служителей так сказал, когда мы пришли со скорбью, და მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ ჩვენ ასეთი ტკივილით მოვიდოდით ეკლესიაში და ვინმეს აი ასე ეთქვა ჩვენთვის, вряд ли мы რომელიმე так მსახურს, вежливо бы ответили, как ответила она. ალბათ ჩვენ არ უპასუხებდით ისეთივე ზრდილობიანად, როგორც ჰანამ უპასუხა ელკანა. Мы бы очень оскорбились, что нашу боль истолковали как грех. ჩვენ შეურაცხყოფად მივიღებდით იმას, რომ ჩვენი ტკივილი აღიქვეს როგორც ცოდვა. Мы бы поставили этого пастора на место и აი ушли бы. ამ ხუცეს ადგილსაც მიუჩენდით და გამოვიდოდით. Но в ее ответе есть такие слова: «Нет, господин мой». მაგრამ მის პასუხში არის ასეთი სიტყვები: არა, ჩემო ბატონო.
Это не так, а на самом деле вот я жена скорбящая. ასე კი არ არის, არაბედ უბრალოდ დამწუხრებული ქალი ვარ. А потом, когда он уже понимает, что он ошибся, და როდესაც ის უკვე ხვდება, რომ შესცდა, он ее благословляет и говорит, пусть Бог благословит и даст тебе то, что ты хочешь. ის აკურთხებს მას და ეუბნება და ეუფალმა მოგცეს შენი სათხოვარის И შესაბამისად. она принимает это слово как слово от Бога. და ის ღებულობს ამ სიტყვას, როგორც სიტყვას К ней ღმერთისგან. приходит мир, возвращается радость. მას უბრუნდება მშვიდობა, სიხარული И вера творит в ней это чудо, у нее наконец рождается ребенок. და რწმენა ქმნის მასში იმას, რომ შემდგომ მას ეყოლება ეს ბავშვი. И у меня опять вопрос, как из уст такого неверного, неправедного священника Бог может сказать слово этой женщине? და მე ასე თქვათ მიჩნდება კიდევ კითხვა, რომ როგორ შეუძლია ღმერთს, რომ ასეთი მსახურის ბაგეებით, რომელიც არ არის ერთგული, არ ფხიზლობს, როგორ შეუძლია მან დაელაპარაკოს ქალს. И я вижу опять один ответ. Она видит Бога. მე შემიძლია მხოლოდ ისე ეს დავინახო, რომ ხანაც ხედავდა ღმერთს. И тогда я думаю о том, что если бы Елкана возвращался домой, და მე ვფიქრობ, რომ როდესაც ელკანა ბრუნდებოდა სახლში, после каждого вот посещения храма, მას შემდეგ რაც ის იყო ტაძარში და უკან დაბრუნდებოდა, и начинал бы с горечью, с негативом рассказывать, какие негодные священники, какой бесхарактерный старший служитель. მას რომ ელაპარაკა თავის ოჯახში ალბათ, რომ აი როგორი ცუდი მსახურები არიან იქ, როგორი უპასუხისმგებლოები არიან, როგორი ურჯულუება ხდება იქ. Мы никогда бы не увидели Анну, которая была бы способна вот в это безобразное, можно так, простите, грубо говорю, в это место привести своего сына. ჩვენ ვერასოდეს ვიხილავდით ჰანას, რომელმაც მიიყვანა თავისი ძე იმ ადგილას, სადაც იყო ესეთი ურჯულუება. Она отдала своего сына воспитывать людям, которые не почитали Бога. მან ახსაზრდელად მიიყვანა თავისი შვილი იმ ადამიანებთან, რომლებიც ღმერთს პატივს არ მიაგებდნენ. Но у нее была какая-то особая вера, что Бог там есть, и Он сохранит ее сына. მაგრამ მას ჰქონდა რაღაცა განსაკუთრებული რწმენა იმისა, რომ ღმერთი იყო იქ და ღმერთი დაიფარავდა მის შვილს. Ее сын стал одним из прекраснейших пророков Ветхого და Завета. მისი შვილი გახდა ერთ-ერთი შესანიშნავი წინასწარმეტყველი И был უფლისა благословением для израильского народа. და იყო კურთხევა ისრაელიერისთვის. Но если бы у них на кухне, в семейных вечерах მაგრამ მათ ასე თქვათ ოჯახურ სამზარეულოში საღამოობით звучали бы возмущение, критика, რომ сплетни, ყოფილიყო კრიტიკა, შფოთება, она бы никогда не смогла это сделать. ამას ის ვერ გააკეთებდა. Что мы говорим в своих домах, на своих кухнях? და რას ვლაპარაკობთ ჩვენს სახლებში, ჩვენს На кухнях. სამზარეულოებში. Что мы приносим из Дома Божьего своим детям, своим мужьям неверующим, своим женам неверующим? რა მიგვაქვს უფლის სახლიდან ჩვენ სახლებში, ჩვენს ურწმუნო მეუღლებთან, ბავშვებთან? Задумываемся ли мы о том, что мы их сами убиваем? თუ ფიქრობთ ჩვენ იმის შესახებ, რომ ჩვენ თვითონ კლავთ მათ, Потому что они не придут в церковь, где не видно Бога. იმიტომ რომ ისინი არ მოვლენ ეკლესიაში, სადაც ღმერთი არ ჩანს. И, конечно, есть ответственность на служителях и на других людях в церкви. და რა თქმა უნდა, არის პასუხისმგებლობა მსახურებზე და სულ ყველა ადამიანზე ეკლესიაში. Но мы первые отвечаем за то, что мы показываем своей семье о Христе. Христа или не Христа. პირველ რიგში ჩვენზე არის პასუხისმგებლობა, თუ რას ვაჩვენებთ ჩვენს ოჯახს, თუ რა არის ეკლესია. Я слышала историю одного проповедника, он пастор церкви. მე მოვისმინე ისტორია ქადაგებლის ხუცესის. Его церкви была женщина, у которой была девочка-подросток. მათ ეკლესიაში იყო ქალი და მას ყავდა მოზარდი გოგონა. И сама женщина была такая с бунтарским характером. და თვითონ ქალი მეამბოხე ხასიათისა იყო. И она постоянно критиковала пастора, делала какие-то анализы, замечания, критика какая-то. სულ აკრიტიკებდა ხუცეს და სულ რაღაცა შენიშვნებს აძლევდა. И делала это при своей дочери очень და легко. თავისი შვილის თანდასწრებით აკეთებდა ამას.
Девочка чуть подросла, и начались подростковые проблемы. გოგონა წამოიზარდა და მოზარდის პრობლემებმაც დავიჩინა. Он рассказывает, что она мне позвонила, по-моему, даже ночью в слезах. და მან ღამე დამირეკაო ტირილით Плакала и говорила: пастор, поговорите с моей дочерью, нужно და спасать. ეხვეწებოდა ხუცესო დაელაპარაკეთ ჩემს გოგონას გადარჩენა სჭირდება. Он сказал: вы полностью разрушили в ее глазах мой авторитет. მან უთხრა თქვენ სრულიად დაანგრიეთ ჩემი ავტორიტეტი მის თვალში. Она просто меня не послушает. უბრალოდ მე არ მომისმენს. Когда мы сеем что-то о детях Божьих, служители это или не служители, неважно, мы сами себя губим и губим свое окружение. როდესაც ჩვენ რაღაცას ვთესავთ ცუც ნებისმიერი მორწმუნის მსახურის ნებისმიერი морწმუნის შესახებ, ამით ჩვენ ვღუპავთ ჩვენს ოჯახს და ჩვენს გარემოცვას. Эти сыновья священника, о них дальше будет написано, что Бог уже решил предать их смерти. და ის რაც შეეხება იმ მღვდლებს, ღმერთს უკვე გადაწყვეტილი ქონდა мати დასჯა. Он еще посылает пророка к Илии, еще пытается что-то разговаривать с его сердцем. სანამ აღსრულდებოდა ეს ყველაფერი ღმერთის სასჯელი, ხო? ჯერ კიდევ წინასწარმეტყველი გაუგზავნა ყელის ღმერთმა. Но для этих двух молодых священников в небесах, уже в духовном мире, приговор подписан. მაგრამ ზეცაში ამ ორი ახალგაზრდა მღვდლისთვის განაჩენი უკვე გამოტანილი იყო. А внешне они продолжают делать, что хотят. გარეგნულად კი ისინი ისე იქცეოდნენ. И можно смотреть и думать, что Бог молчит, что ли? Богу все равно. და შესაძლოა ვინმე იფიქროს, რომ ღმერთისთვის სულ ერთია და ღმერთი ამიტომ არის ჩუმად. Сколько нужно доверять Богу, რამდენად უნდა ვენდობოდეთ ღმერთს, чтобы спокойно ждать, что у него все под контролем, и он сам все расставит по своим местам. რომ მშვიდად დაველოდოთ იმ რწმენით, რომ ყველაფერი ღმერთის კონტროლს ექვემდებარება და დაველოდოთ ღმერთის დროს. Кто-то рано или поздно придет до своего конца. ადრე თუ გვიან ყველა მივა თავის болостан. Будет разоблачение, будет падение, будет погибель, იქნება наказание. მხილება, იქნება დაცემა, იქნება სასჯელი. А кто-то на этом пути может покаяться, обратиться. მაგრამ შესაძლოა ვინმე ამ გზაზე მოინანიოს და შემოbrunდეს. И, может быть, у Бога есть причина держать его еще. და შესაძლოა ღმერთს აქვს მიზეზი, რომ ჯერ შენელებულია ეს პროცესი. У меня был один такой немножко спорный разговор с одним верующим человеком. მე მქონდა ერთი საკამათო საუბარი ერთ მორწმუნესთან. Вопрос касался моих новых, скажем так, методов воспитания детей. და საქმე ეხებოდა ჩემს ახალ მეთოდებს შვილების აღზრდაში. Но чтобы вы понимали, у меня 5 детей выросли вместе, и там я их воспитывала по одному принципу. და ესე იგი მე 5 შვილი მყავს და მათ ერთი პრინციპით ვზრდიდი. Моя младшая дочь родилась через 8 лет, и с ней это все не работало, и я стала делать все совсем по-другому. ჩემი პატარა შვილი 8 წლის შუალედით შემდეგ დაიბადა და მასთან ასეთი მიდგომა არ მუშაობდა. И этот человек, как бы пытался меня наставить, что я делаю ошибки. და ეს ადამიანი მე ცდილობდა ჩემთვის დაინახვებინა, რომ მე შეცდომებს უშვებ. У нас был очень долгий разговор, попытка объяснить, достучаться. Он до меня, я до него. და დიდხანს ვცდილობდით, რომ ესე იგი ჩემი მხრიდანაც იყო მცდელობა, რომ მისთვის გამეგებინებინა, მისი მხრიდანაც იყოს მცდელობა, რომ ჩემთვის რაღაცა აეხსნა. А потом я ему сказала такие слова. მე ასეთი სიტყვები ვთხარი. Верь Богу, что Дух Святой, который в тебе, Он же и во мне. გჯეროდეს იმისა, რომ სული წმინდა, რომელიც არის შენში, იგივე სული წმინდა არის ჩემში. Доверяй Ему, что как Он с тобой разговаривает, Он точно так же разговаривает со мной. ენდე ღმერთს იმაში, რომ როგორც შენ გელაპარაკება, მეც ისევე მელაპარაკება ღმერთი. И я точно так же искренне иду на колени, стою и прошу у Бога, дай мне мудрости, что мне делать с этим ребенком. გჯეროდეს რომ მე გულწრფელად ვდგევარ მუხლებზე და ღმერთის წინაშე და ვთხოვ ღმერთო მომეცი სიბრძნე რა ვქნა აი ამ ბავშვთან როგორ ვიმოქმედო Или как поступать в этой ситуации. ან აი ამ სიტუაციაში როგორ მოვიქცე.
И доверяй Богу, что Он со мной тоже разговаривает. და ენდე ღმერთს იმაში, რომ ღმერთი მეც მელაპარაკება. И то, что я сегодня считаю, что это мне Бог открыл и Бог сказал, Да. я послушна этому. და ის რაც მე ესე იგი მიღებული მაქვს, რომ ღმერთმა გამიცხადა და აი მაში ვარ მორჩილი ღმერთის წინაშე. И если я ошибаюсь, доверяй Богу, что Он меня исправит, когда придет время. და მინდა იმაშიც ღმერთს, რომ თუ მე რაღაცა შემეშალა, ღმერთი მეც მეტყვის და მეც გამოვასწორებ. Но здесь один очень важный момент. მაგრამ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. Вот эта способность в есть нас унари. рождается, когда мы можем видеть в друг друге Христа. აი ეს უნარი გაგებისა მაშინ იბადება ჩვენში, როდესაც ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთში დავინახოთ ქრისტე. Когда мы говорим о том, что нужно видеть Бога в церкви, каким образом? და როდესაც ვამბობთ იმაზე, რომ ჩვენ უნდა ვიხილოთ ღმერთი ეკლესიაში ქრისტე. Многие, наверное, Рогов. думают, что это сверхъестественное проявление. და ზოგი შეიძლება ფიქრობდეს ეს არის ზებუნებრივი გამოვლინება. Это тоже. ესაც არის. Но самое важное видеть Бога в церкви, это видеть Его друг в друге. და ამაზე უფრო მნიშვნელოვანი არის ის, რომ დავინახოთ ღმერთი ერთმანეთში. К сожалению, мы очень часто смотрим друг на друга по плоти. სამწუხაროდ უფრო ხშირად უყურებთ ერთმანეთს ხორციელად. Но по плоти мы все странные, неудобные, со своими тараканами. მოვდივართ და ხედავთ ერთმანეთს ცოტა მოუხეშავს ჩვენი ასე ვთქვათ ჩვენი სისუსტეებით, ჩვენი მინუსებით. И у меня есть минусы, которые, может быть, вообще никогда не изменятся. და შესაძლოა ჩემი მინუსები არასოდეს შეიცვალოს. Как-то я в церкви нашей говорила, наша семья всегда опаздывает. და ჩვენთან ეკლესიაში ვამბობდი, რომ ჩვენი ეკლესია სულ აგვიანებს, ჩვენი Есть ოჯახი სულ очень აგვიანებს. пунктуальные люди, для которых это такая проблема, что они злятся, у них теряется настроение. არიან პუნქტუალური ადამიანები და ამას ისინი გამოყავს მდგომარეობიდან. И я тогда сказала, говорю, ну, я не сижу на диване и просто мне наплевать, как уходит время, и никуда не тороплюсь. Нет, это не так. მე უთხარი რომ მე უბრალოდ არ ვზივარ დივანზე და არ ვალ გულგრილი იმის მიმართ რომ აი დრო გადის. Я очень-очень стараюсь. მე ძალიან ვცდილობ И вся моя семья очень старается. და მთელი ოჯახი, ჩემი ოჯახი Но мы ცდილობს, все равно опаздываем. მაგრამ მაინც ვიგვიანებთ. У нас не получается. არ გამოგდის. Простите нас за это. გვაპატიეთ ამის გამო. Примите нас таких. Это наш минус, который, не справляемся мы с ним. ეს არის ჩვენი მინუსი, რომელსაც ჩვენ ვერ უმკლავდებით. У тебя тоже есть что-то такое, с чем ты не справляешься. შენც გაქვს რაღაცა, რასაც შენ ვერ უმკლავდები. А что, если ты до конца жизни останешься вспыльчивым человеком и не научишься управлять своими эмоциями? და შენ რომ დარჩე მთელი შენი ცხოვრება ასეთი ფეთქებადი ადამიანი, სულ ასეთი იყო მაშინ. Должно ли это быть причиной мне тебя не принимать как брата или как сестру? უნდა კი იყოს ეს ის მიზეზი, რის გამოც შენ მე არ მღებულობ და მე შენ არ მღებულობ. Мы смотрим друг на друга по плоти. ერთმანეთს უყურებთ ხორციელი თვალებით. Описание говорит, я никого уже не знаю по плоти. წერილი კი ამბობს, რომ აღარავის ვიცნობ ხორციელად. Говорит о том, что в каждом из нас Христос. და ეს იმაზე მეტყველებს, რომ ყველა ჩვენგანში არის И ქრისტე. это очень важно, чтобы мы видели в друг друге Иисуса и чтили дар, который Бог вложил в каждого из нас. და რომ ჩვენ ერთმანეთ ჩვენ პატივი მივაგოთ იესოს, რომელიც არის ყველა ჩვენგანში. Иногда человек сделал что-то некрасивое, неправильное, прилюдно. ხანდახან ადამიანი რაღაცას ცუც უწესოს რაღაცას გააკეთებს ხალხისთან დასწრებით И мы вот этот ярлык, как клеймо на него налепляем და მივაკრავთ მას იрлს. и говорим, ну, эта сестра, она вот такая. აი ეს და ასეთია. Этот брат, он вот такой. აი ეს ძმა ასეთია. Но никто из нас никогда не думает, или чаще всего не думает, და ხშირად არ фикробენ, что он через 5 минут после этого мог покаяться. რომ 5 წუთის შემდეგ შეიძლება მან Возможно, მოინანია. Бог его так обличил, что он дома там рыдал всю ночь. შესაძლოა მთელი ღამე ტერილში გაატარა. И в нем произошли какие-то перемены, он принял другие решения. და მან სხვა, ასე იგი, გადაწყვეტილებები მიიღო, Он дал себе მოინანია. другие установки. სხვა, ასე იგი, პრიორიტეტები აირჩია. А мы на него все еще смотрим с призмы того, каким он был вот ჩვენ კი полчаса მას назад. უყურებთ ისევ იმ, ასე იგი, ხედვით, რომელთაც იყო იქამდე. И мы не даем друг другу шанса быть новыми людьми во Христе. და არ ვაძლევთ ერთმანეთს იმის შანსს, რომ ვიყოთ ახალი ადამიანები ქრისტეში. Когда я учусь видеть в тебе Бога, როდესაც მე ვსწავლობ, რომ შენში ღმერთი დავინახო,
какие-то дурные стороны твоего характера, და ის არასწორი შენი ხასიათის какие-то მახასიათებლები, не очень правильные поступки или взгляды, რაღაცა არასწორი შეხედულებები და ქცევები, я покрываю ожиданием, ამას ვფარავ მოლოდინით, что это просто пока такой духовный уровень. რომ ეს უბრალოდ ასეთი სულიერი სიმაღლეა, Но в нем есть მდგომარეობა. Бог, и Бог будет с ним работать. მაგრამ მასში არის ღმერთი და ღმერთი გააგრძელებს შრომას. А если меня прям очень сильно это волнует, და თუ მე ეს ძალიან მახელოებს, то я еще пойду молиться за этого человека, წავალ და ვილოცებ ამ чтобы Дух ადამიანისთვის, Божий действовал. რომ უფლისულმა იმოქმედოს. И знаете, очень часто бывало так, когда я начинала за кого-то молиться, და ძალიან ხშირად, როდესაც მე ვიწყებდი не ვინმესთვის ლოცვას, анализировать, рассуждать, разговаривать, а именно არა молиться. ისე რომ ბევრი მელაპარაკა განმესაჯა. Потом Бог давал возможность лично служить этому человеку. შემდეგ ღმერთი მაძლევდა იმის საშუალებას, რომ მე პირადად მომსახურებოდი ამ И это не ადამიანს. обязательно какие-то назидательные лекции, воспитательные работы. და ეს არ იყო აუცილებლად რაღაცა საუბრები, რომლებიც სწავლებაში ეხებოდა და აღზრდას. Иногда это бывало просто принятие любовь. ხანდახან ეს იყო სიყვარული, რომ მიიღო სიყვარულით И гусеница становилась бабочкой. და ჭუპრი ხდებოდა И ты პეპელა. восхищаешься тем, что делает Бог. და შენ ხარ აღფრთოვანებული იმით, რასაც ღმერთი აკეთებს. И потом думаешь, какой короткий и на самом деле легкий путь. და შემდეგ ფიქრობ, როგორი мокле და როგორი კარგი გზა საოცარი. В церквях существует такая тенденция. Дальше. Есть такая тенденция, что мы все хотим какой-то классный уровень служений, мероприятий, организаций каких-то, организованности, ну какой-то. ეკლესიაში არის ასეთი ტენდენციები, რომ ყველას გვინდა მაგარი მსახურებები, რაღაცა სხვა პროგრამები. В этом году меня Бог стал больше вовлекать в служение вне нашей церкви. და ამ წელს ღმერთმა უფრო ჩამრთო მსახურებებში, რომელიც არ არის ჩვენს Я ეკლესიაში. бываю в процессах, где мы вот сидим и рассуждаем, как сделать вот это, как столы накрыть, как встречать, как петь, как разговаривать, во что одеться. და მე უფრო ჩავერთი აი ესეთ ესე იგი მსახურებაში, რომ როგორ უნდა გავშალოთ მაგიდები, რა უნდა შევიმოსოთ, როგორ უნდა, რაზე უნდა ვიმსჯელოთ, როგორ ვილაპარაკოთ. И все должно быть очень качественно на высоком уровне. და ყველაფერი უნდა იყოს ძალიან მაღალ ხარისხად, კარგად შესრულებული. И я вообще не против этого, это здорово. და მე არ ვარ ამის წინააღმდეგი, ეს Почему კარგია. этот мир может затрачивать силы, энергии и деньги, чтобы делать все на таком уровне, чтобы завлекать души в погибель, а мы не можем? რატომ არის რომ ამ წუთისოფელს შეუძლია ასე დონეზე, კაი ხარისხის ასე ვთქვათ, ბადეები გაშალოს, რომ თავის ბადეში მოიმწყდიოს ხალხი და საყოფავში. Но потом начинается разбор того, а как мы сделали все это, насколько это хорошо получилось. და შემდეგ ვიწყებთ საუბარს იმაზე, ამის შემდგომ თუ რამდენად კარგად გავაკეთეთ, რა გამოგვივიდა კარგი. И мы часами обсуждаем, что нужно изменить, что было неправильно во всех деталях. და საათობრივად მსჯელობთ იმის შესახებ, რა და როგორ უნდა შეიცვალოს უკეთესობისკენ. И потом пытаемся поднять качество этих мероприятий еще выше на шаг. და შემდეგ ვცდილობთ, რომ უფრო მეტად და მეტად ხარისხიანად გავაკეთოთ. И опять же это все очень хорошо. და ეს კარგია. Но есть опасность потерять в этом Божье присутствие. მაგრამ აქ არის ერთი სახიფათო რამ, რომ აი ამ ყველაფერში დაკარგო ღმერთის თანდასწრება. А очень часто трагедия в том, что именно отсутствие Божьего присутствия побуждает нас сделать искусственные спецэффекты, создать какое-то качество. და ძალიან ხშირად ის არის, რომ როდესაც ადამიანი არ არის, ასე ვთქვათ, სულით მავალი, არ არის უფლის თანდასწრებაში, ზუსტად ეს უბიძგებს, რომ სხვადასხვა, ასე იგი, ღონისძიებები და სპეცეფექტები უფრო გაუმჯობესოს და გააკეთოს. Недавно совсем мы проводили молодежную конференцию, первую в нашем регионе. და цота ხნის წინ ჩვენ გქონდა რეგიონის ახალგაზრდური შეკრება პირველი. Но так как мне добровольно-принудительно сказали, что ты будешь организатором, და ნებაყოფლობით იძულებით მე მითხრეს, რომ შენ უნდა იყო ამის ხელმძღვანელიო. огромный груз ответственности, мне страшно.
ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო და შიში. Много было вопросов таких, которых я не знала, как это делать. ბევრი კითხვა იყო და არ ვიცოდი როგორ გამეკეთებინა. А Роман Петрович, который был у вас здесь, რომან პეტროვიჩმა, რომელიც აქ იყო, он сказал, очень хорошо, что ты боишься, значит, ты не будешь на себя уповать. მან თქვა ძალიან კაია რომ გეშინი, ესე იგი საკუთარ თავზე არ იქნები В общем, мы прошли, დაიმედებული. мы это сделали. და ჩვენს გავაკეთეთ. И второе крупное мероприятие, недавно мы проводили молодежное Рождество и молодежную евангелизацию на Новый და год. მეორე ასეთი ღონისძიება იყო ახალგაზრდული შობა და Евангелизация. ესე იგი ევანგელიზაცია. И тоже во всем этом была задействована я, как старший служитель. და ამაშიც მე ვიყავი ჩართული როგორც უფროსი მსახური. Я хочу сказать, что с точки зрения качества და მე მინდა გითხრათ რომ ხარისხის მიხედვით у нас было много проколов, много несовершенств, много упущенных моментов. იყო ბევრი რაღაცა გამოგვეპარა, იყო რაღაცა ხარვიზები, Что-то меня расстроило. რაღაცა დამანაყვლიანა. Что-то наоборот, я подумала, ничего страшного, это наш рост. Мы учтем, в следующий раз будет რაღაცაზე по-другому. ვიფიქრე რომ არა უშავს ჩვენ ვიზრდები და შემდეგ უკეთესად გავაკეთებთ. Но в обоих этих мероприятиях было что-то одно важное, ორივე ღონისძიებაში იყო ერთი მთავარი რამ, которое не позволило мне удариться в самобичевание, в самокритику, что ты не можешь это რომელმაც делать. არ მომცა, არ მიბიძგა იმისკენ, რომ მე ასე ვთქვათ, ჩემი თავი მეგვემა. На молодежной Очень конференции ощутительно. в конце у нас было поклонение, ესე იგი ახალგაზრდული კონფერენციის ბოლოს იყო თაყვანისცემა и молодежь выходила, которая нуждалась в духовной помощи. და გამოდიოდნენ ახალგაზრდები, რომელსაც სულიერი დახმარება ჭირდებოდათ. И у нас была такая книга, ну, как бы книга отзывов, они должны были в 10-бальной системе оставить свои отзывы о конференции. და ჩვენ ქონდა წიგნი, სადაც ისინი 10 ბალიანი, ესე იგი, შკალით თავიანთ შთაბეჭდილებას წერდნენ. И там были 1000, 10 тысяч, 100, очень много таких было. და იქ იყო, ესე იგი, ციფრები 1000, 10000, ძალიან ბევრი ასეთი შეფასება იყო. И те, с кем я лично беседовала, кого я Да. лично знаю, с кем я беседовала, ვისაც მე პირადად ვესაუბრებოდი, они говорили о переживании самого Бога. ისინი ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ მათ პირადად განიცადეს Кто-то принял для უფალთან себя решение, ურთიერთობა. кого-то простил. ვიღაცა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვიღაცისთვის ეპატიებინა. Кто-то освободился от чувства вины перед самим собой, перед Богом. ვიღაცა განთავისუფლდა იმისგან, რომ თავის თავს მსჯავრს აღარ И სდებდა. были другие подобного рода და переживания. იყო ამისი მსგავსი განცდები. Не буду уже подробности говорить про рождественскую, то же самое там. და დეტალურად აღარ ვილაპარაკებ ქრისტეშობის ღონისძიებაზე. მსგავსი იყო. Если в церкви человек не встречается с Богом, თუ ეკლესიაში ადამიანი ღმერთს არ ხვდება, совершенно не играет роли, какого уровня наше прославление, служение и праздники. სულ არ აქვს მნიშვნელობა რა დონის განდიდება და საერთოდ რა მსახურების დონეა ეკლესიაში. Я 100 раз видела, когда уровень прославления очень высокий, მე მინახავს, როდესაც იყო განდიდების ხარისხი კარგი, а люди в зале стоят с каменными лицами. ხალხი კი დარბაზში იდგა გაქვავებული სახეებით. И у нас там есть одна молодежная группа, которая на конференции участвовала в конце, вот во время поклонения. და იქ ჩვენთან იყო ახალგაზრდული ჯგუფი, რომელიც თაყვანისცემაში ღებულობდა И один из მონაწილეობას. старших музыкантов пришел и сразу начал говорить: это плохо, то плохо, то плохо, то მოვიდა неправильно. უფროსი, ესე იგი მუსიკოსი და ამბობდა ეს სუდია, ეს სუდია, ეს სუდია. Я послушала и говорю: ну, с точки зрения профессионализма ты 100% прав. და მე უთხარი რომ პროფესიონალიზმის მხრივ შენ მართალი ხარ, Но я тебе скажу, что чувствовала я. მაგრამ გეტყვი იმას, რასაც მე ვგრძნობდი. Они начали петь, только начали, и Дух Святой сошел. აი დაიწყეს სიმღერა და სული წმინდა გადმოვიდა. Я не знаю, кому как, но мне совершенно все равно, что они фальшивили. მე არ ვიცი ვის როგორ, მაგრამ ჩვენთვის უკვე მნიშვნელობა აღარ ქონდა Потому რომ что самый სწორად ვერ главный, кто ვღეროდნენ. должен быть в этот момент в церкви, он там был. იმიტომ რომ ყველაზე მთავარი ვინც უნდა ყოფილიყო И у ეკლესიაში этих იყო იქ. молодых ребят и девчонок получилось, у них сложилась эта встреча с Христом. და ამ ახალგაზრდა ბიჭებს და გოგოებს გამოუვიდათ ის რომ ისინი შეხვდნენ ღმერთს. И 16-летний мальчик выходит, плачет и говорит: я простил, я принял это решение. და გამოდის 16 წლის ბიჭი ტირილით და ამბობს რომ მე ვაპატია, მე შევძელი. Разве есть что-то важнее этого? ნუ თუ ამაზე მნიშვნელოვანი არის რამ? Видеть Бога в церкви.
ის რომ შენ დაინახო ღმერთი ეკლესიაში видеть Бога в друг друге и чтить дар друг друга. და დაინახო ერთმანეთში ღმერთი და აი ამ ღმერთის გამო ღმერთს სეპატივი И совершенно неважно, какой у нас дар, большой или маленький. და არა აქვს მნიშვნელობა რა ნიჭი გვაქვს დიდი თუ патара. Один раз в месяц я езжу в нашу центральную по региону церковь, თვეში ერთხელ მივდივარ ჩვენი რეგიონის центрალურ провожу там ეკლესიაში молодежное служение, собирается молодежь с региона, ну, тогда с 4 церквей, сейчас уже будет с 8 церквей. და იქ გროვდებიან ახალგაზრდები, ადრე იყო 4 ეკლესიიდან გროვდებოდნენ, ეხლა 8 ეკლესიიდან ვატარებ ახალგაზრდურს. И иногда бывает так, что мой муж в рейсе в этот момент. და არის ხოლმე ხანდახან რომ ამ დროს ჩემი მეუღლე ესე იგი გზაზეა, მუშაობს И мы с дочерью не знаем, как добираться. და მე და ჩემმა შვილმა არ ვიცით როგორ ვიმგზავრებთ. И у нас есть один брат церкви, который вызвался нам служить этим. და ერთმა ძმამ შემოგთავაზა რომ მოგსახურებოდა. У нас служение начинается в 6 вечера, მსახურება იწყება 6 საათზე а საღამოთი конец служения никогда не ставлю. У меня такое правило. და როდის დასრულდება არ ვიცით. Я служу людям столько, сколько они этого хотят. მე ვემსახურები ხალხს იმდენად Если ты რამდენად хочешь час, мы უნდა. через час и заканчиваем. თუ საათი საკმარისია, Если მაშინ ты хочешь 3, საკმარისია. 4, я остаюсь. Даже если ты один останешься, я остаюсь и служу тебе столько, сколько ты хочешь. შეიძლება 3, მეტი და თუ ერთი ადამიანი მაინც დარჩება, ვრჩები. И иногда мы, бывает, возвращаемся домой в час ночи. და ხანდახან ღამის პირველ საათზე ბრუნდებით. Потому что помимо общего служения у них есть вопросы, они хотят поговорить, они хотят Იმიტომ, о რომ чем-то помолиться. მსახურების გარდა მათ აქვთ პირადი შეკითხვები, საჭიროებები. И очень часто я говорю, все, вы, наверное, больше не вмещаете. Они говорят, нет, мы хотим еще, давайте еще что-то обсудим. და ვეუბნები ხოლმე რომ ალბათ მეტი უკვე აღარ შეგიძლიათ მოსმენა და Это очень ვეუბნები жаждущая კიდევ молодежь. ძალიან მწყურვანი ახალგაზრდები И არიან. вот этот брат сидит там в углу, და ეს ძმაზი ის იქ კუთხეში и все эти часы просто сидит на стуле и ждет, пока мы закончим. უბრალოდ სკამზე ზის და გველოდება როდის დავასრულებ. Иногда он так тихо сидит, что его забывают покормить. ხანდახან ისე ჩუმაძის რომ მისი გამოკვებაც გვავიწყდება. И можно сказать, что, ну, молодец, Лиана, ты такое служение начала, такой масштаб. და შეიძლება ითქვას რომ აი ლიანა როგორი კაი მსახურება წამოიწყე ყოჩაღი ხარ. Но если не было бы вот этого дара в этом брате, მაგრამ რომ არ ყოფილიყო აი ეს ნიჭი იმ ძმაში, не было бы никакой Лианы с ее молодежным служением. არც ლიანა იქნებოდა, არც ახალგაზრდული მსახურება. Если бы не люди, которые жертвуют финансы какие-то служения, не было бы служений. და არც ის ადამიანები რომ არ ყოფილიყვნენ, ვინც ფინანსებს გაიღებენ, რათა შესდგეს ეს მსახურება. Если мы друг друга будем разрушать тем, что видеть только грехи друг друга, критиковать минусы друг друга, и еще сеять это вокруг, среди своего окружения христианского, თუ ჩვენ დაუწყებთ ერთმანეთს ყურებას მხოლოდ დავინახავთ ცოდვებს და შეცდომებს და შემდეგ მოვყვებით ამის критикას, мы лишаем себя возможности принять ответ, который Бог приготовил вот через эту маленькую старушку, через того невзрачного брата или ту нерешительную девочку. ჩვენს თავს ესე იგი უკვე ვართმევთ იმ შესაძლებლობას რომ მივიღოთ ღმერთისაგან პასუხი ესე იგი სხვადასხვა ადამიანების იმ ხანში შესული ბებიისგან იმ სხვა ახალგაზრდისგან небесмери морцмунисган. Бог так задумал, что мы все ответы друг другу. У нас не будет всегда, что я сама всего добьюсь и на все получу ответы сама. ღმერთმა ისე მოაწყო, რომ მე ყოველთვის პასუხს ვერ მოვძებნი იმ კითხვებზე, რომელიც მე მაქვს და ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ეს პასუხები ერთმანეთისგან. Но если я не вижу в тебе Бога, я никогда не разрешу тебе мне служить. მაგრამ თუ მე შენში ღმერთს ვერ ვხედავ, არასოდეს მოგცემ იმის უფლებას, რომ შენ მომემსახურო. Я хочу открыть еще одно место. Это первое послание Фессалоникийцам. და მინდა გადავშალო კიდევ ერთი ადგილი, პირველი თესალონიკელთა. Кажется, 2 глава. მეორე Сейчас я თავი. точно скажу. ეხლა ზუსტად გეტყვით. Да, это 2 глава, მეორე თავი, 13-14 стих. მე-13-მე-14 მუხლები. Павел выражает свою благодарность церкви в Фессалониках. პავლე გამოთქვავს თავის მადლიერებას თესალონიკელთა ეკლესიის მიმართ. Поэтому и мы непрестанно благодарим Бога, что, принявши от нас слышанное Слово Божье, вы приняли не как Слово человеческое, но как Слово Божье, каково оно и есть поистине, которое и действует в вас верующих, и вы, братья, сделались подражатели церквям Божьим во Христе Иисусе
находящихся в Иудее. Дальше неважно. Вы стали подражателями церквям Божьим. ამიტომ ჩვენს განუწყვეტლივ ვმადლობთ ღმერთს, რომ თქვენ როცა ჩვენგან მოსმენილი ღვთის სიტყვა მიიღეთ იგი არა როგორც კაცთა სიტყვა, არამედ როგორც ღვთის სიტყვა, როგორც სინამდვილეშია, რომელიც მოქმედებს კიდეც თქვენში მორწმუნენო. რადგან თქვენ ძმებო გახდით იუდეაში მყოფი ღვთის ეკლესიების მიმბაძველი ქრისტე იესოში, ვინაიდან თქვენც იგივე Да, дальше неважно. Фактически Павел говорит, я пришел к вам, и я знаю, что то, что я говорю, это Слово Божье. ფაქტიურად პავლე ამბობს, რომ მე თქვენთან მოვედი და მე ვიცი, რომ გეუბნებით ღმერთის სიტყვას. А у вас, у слушающих, есть сейчас выбор, слышать это как Слово Божье, принять его как Слово Божье, или отнестись к нему как к Слову человеческому. თქვენ კი მსმენელებს გაქვთ არჩევანი, მიიღოთ ეს სიტყვა როგორც ღმერთის სიტყვა, ან მიიღოთ ეს სიტყვა როგორც ადამიანის სიტყვა. И точно так же вот я сейчас перед вами стою, და ეხლა მე ვდგევარ თქვენს წინაშე и вы можете меня принимать как человеческое слово, то, что და я сейчас თქვენ говорю. შეგიძლიათ აღიქვათ, მიიღოთ ის სიტყვა, რომელიც მე ვთქვი როგორც ადამიანური А можете слышать, что это Бог говорит. და შეგიძლიათ ის მიიღოთ ეს სიტყვა, როგორც ღმერთისაგან ნათქვამი И სიტყვა. дальше Павел говорит, вы приняли как Слово Божье. და პავლე ამბობს შემდგომ, რომ თქვენ მიიღეთ ეს როგორც ღმერთის И სიტყვა потом, и оно действует в вас. და შემდეგ ეს სიტყვა მოქმედებს თქვენში. И вы стали подражателями Церкви Божьей, то есть вы და подобны Церкви, вы თქვენ правильно გახდით развиваетесь. მიმბაძველი ღმერთის ეკლესიისა. По этой причине некоторые люди в Церкви не меняются. ამ მიზეზის გამო ბევრი ადამიანი ეკლესიაში Потому არ что, слушая იცვლება. то, что здесь человек говорит, мы видим человека. იმიტომ რომ ისმენს რა ადამიანის ნათქვამ სიტყვას ღებულობს მას როგორც ადამიანურ სიტყვას. У нас, вы знаете, вот если у вас такие вот фразы в голове могут быть, да, когда мы видим человека. Я сейчас перечислю несколько фраз. რამდენიმე ფრაზას ჩამოთვლი, როდის არის რომ ხედავთ ადამიანს. Интересное, что-то новое сказал. საინტერესოა რაღაც ახალი თქვა. Ой, слишком долго. ძალიან დიდხანს. Слишком коротко мысль не смогла ძალიან развить. მოკლედ და ვერ ჩამოაყალიბა აზრი. Ничего нового я сегодня не получила, уже 1000 раз об этом говорили. ესე იგი არაფერი ახალი არ უთქვამს, 1000-ჯერ არის ეს ნათქვამი. Неграмотно. გრამატიკულად არის Много გამართული. Много шуток. ბევრი ხუმრობები, Мало шуток. ცოტა ხუმრობები, Слишком грубо. ძალიან Резкие უხეშად, фразы. ძალიან უხეში ფრაზები იყო И так далее, тому და подобное. ასე შემდეგ. И мы можем сесть и анализировать что-то проповедь. და ჩვენ შეგვიძლია ასე გავაანალიზოთ ვიღაცის ქადაგება. И вот этот наш анализ, он не разрешает нам принять Слово Божие. და ჩვენ თუ ასე ვაანალიზებთ, ჩვენ ვერ ვღებულობთ ღმერთის სიტყვას. Еще когда я жила в Гордобане, у нас был в церкви брат, который ужасно проповедовал. და როდესაც გარდაბაში ვცხოვრობდი, იქ იყო ერთი ძმა, რომელიც საშინლად ქადაგებდა. И когда он выходил, я понимала, что я зря пришла в церковь, я потеряла свое время. და როდესაც ის გამოდიოდა, მე ვგებულობდი, რომ მე ტყუილად მოვედი ეკლესიაში. И он вышел, начинал с одного, потом запутывался сам, не понимал, на чем закончил. იწყებდა და მე თვითონაც აერდაერეოდა ხოლმე ყველაფერი, ვეღარც ქადაგებდა. Я очень долго возмущалась, почему вообще ему дают проповедовать. Он тратит და наше время. დიდხანს ვიყავი ხოლმე აღშფოთებული, რომ საერთოდ რატომ აძლევენ ქადაგების უფლებას. И однажды Бог дал мне слово из притч, და ერთხელაც ღმერთმა მომცა ситყვა იგავებიდან, что мудрый внимает заповеди, რომ ბრძენი უკვირდება მცნებას, а глупый устами приткнется. ხოლო უგუნური წაბორძიკდება ბაგეებით. Если ты смотришь на этот глиняный горшок, на его несовершенство и притыкаешься, თუ შენ უყურებ ამ თიხის ესე იგი ჭურჭელს და ამაზე ესე იგი ფეხს წამოკრავ, მაშინ შენ ხარ უგუნური. потому что если Бог допустил ему здесь стоять, все-таки Богу есть что сказать, даже через такой несовершенный იმიტომ сосуд. რომ თუ ღმერთმა დაუშვა ის რომ ის დგას იმ ადგილას, ესე იგი შენ შეგიძლია ამ ასეთი არასრულყოფილი თიხის ჭურჭლიდანაც კი Я стала делать მიიღო над собой усилия вникать в то, что он говорит, и такая задача, хотя бы одну фразу взять себе на და заметку. მე ჩემს თავს ასე თქვათ მივეცი ასეთი დავალება რომ მე ჩავრხმავებიყვავი ამ ადამიანის ქადაგებას და მისი ქადაგებიდან ერთი აზრი მაინც გამომეტანა. Через какое-то время, там, может быть, с полгода,
Плохой я ученик, у меня получилось. დაახლოებით ნახევარი წლის შემდეგ მე გამომივიდა. Но это осталось моим навыком на всю жизнь. მაგრამ ეს დარჩა გაკვეთილად ჩემთვის. Я всегда очень внимательно прислушиваюсь к тому, что говорится отсюда. ყოველთვის ძალიან ყურადღებით ვისმენ имас, რაც აქედან Даже если я знаю жизнь человека, его ошибки, его непобеды, я не разрешаю себе смотреть на него через призму этих вещей. მაშინაც კი თუ ვიცნობ ადამიანის ცხოვრებას და ვიცი მისი ცხოვრება, მისი მინუსებით, მე მაინც არ ვაძლევ ჩემს თავს იმის უფლებას, რომ შევხედო ამას როგორც ადამიანური. Мне однажды дочь сказала мне, мой подросток, я ее поругала, у нас такой конфликт такой был, и я криком. და მე მქონდა ასე თქვა კონფლიქტი ჩემს მოზარდ გოგონასთან და ცოტა ყვირილით მომივიდა. И она сказала: "Вот я сейчас запишу тебя на диктофон и покажу твоей молодежи, как ты умеешь кричать". აი ახლა მე ჩავწერ შენს ხმას დიქტოფონზე და შენს Потому что на них ты ახალგაზრდებს никогда не кричишь. ვაჩვენებ, მოვასმენინებ ამას, როგორ ყვირი ხარ, იმიტომ რომ შენ მათთან ხმას არასოდეს უწევ. И, конечно, у нее нет права так со мной разговаривать. და რა თქმა უნდა, მას ჩემთან ასე ლაპარაკის უფლება არ აქვს. Но если я мудрый человек, მაგრამ თუ მე ბრძენი ადამიანი ვარ, я возьму на заметку то, что было сказано. მე ამას გავითვალისწინებ. И я учусь разговаривать с ней так же, как разговариваю с другой молодежью. და მე ვსწავლობ მასთან ისევე ვისაუბრო, როგორც სხვა ახალგაზრდებთან. И я не разрешаю себе, я стараюсь не разрешать себе смотреть на человека через его ошибки или грехи. და მე ვცდილობ და ვსწავლობ, რომ შევხედო ადამიანს ისე, რომ იმ პრიზმაში არ გავატარო, რაც არის მისი უარყოფითი და მინუსები. Если в твоей церкви уже 10-й раз звучит притча о самарянине, например, და თუ შენს ეკლესიაში უკვე მეათედ არის ქადაგება სამარიტელზე, и тебе надоело уже, ты устал это слушать, ты уже все знаешь. და შენ უკვე მოგბეზრდა ამის მოსმენა და ყველაფერი იცი, Может быть, просто церковь не прошла урок и не может пойти на следующий уровень. შესაძლოა რომ ეკლესიამ გაკვეთილი ვერ აითვისა, ვერ ისწავლა და ამიტომ სხვა საკვებზე არ გადადის. Потому что когда вы готовы вмещать больше, Иисус даст больше. იმიტომ რომ როდესაც თქვენ გაქვთ აღქმის კარგი უნარი, უფრო მეც მოგცემთ უფალი. Поэтому стоит смирить свое сердце и согласиться, чтобы Бог сделал эту работу. Для чего-то нужна эта притча. და ამიტომ საჭიროა გულის დამდაბლება და მეტი ყურადღება, რომ მივიღოთ ის გაკვეთილი, რომელსაც უფალი И გვაძლევს. когда мы слышим Слово Божье, то задай себе вопрос: а как ты слушаешь Слово Божье? და როდესაც ვისმენთ ღმერთის სიტყვა, საკუთარ თავს დაუსვით კითხვა, როგორ ვისმენთ ღმერთის სიტყვას? Слышишь ли ты тут Бога? Понимаешь ли, что Бог пришел к тебе, что-то делать в твоем сердце? თუ აცნობიერებ იმას, რომ აი ღმერთი მოვიდა იმისათვის, რომ რაღაც გითხრას, გასწავლოს. Или все-таки перед тобой стоит человек? შენს ხედავ, რომ შენს წინაშე დგას ადამიანი. Как мы относимся к служителям вообще, когда служителям нам служат? როგორი დამოკიდებულება გვაქვს მსახურების მიმართ, როდესაც ისინი გვემსახურებიან? Я без лести очень искренне могу сказать, что Бог нам дал прекрасных пастырей, как первого пастора Виталика, так и второго пастора Романа. და მე ყოველგვარი პირფერობის გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ღმერთმა შესანიშნავი ხუცესები მოგცა პირველი ვიტალი და მეორე რომანი. И, конечно, есть моменты, где я могу думать по-другому, не так, как და რა думают თქმა они. უნდა, არის მომენტები, როდესაც მე სხვა აზრი მაქვს, სხვა შეხედულება მაქვს. И уже много есть такого, что я не нуждаюсь в такой духовной помощи, как раньше, я справляюсь со своими трудностями или вызовами сама. და არის უკვე ისეთი რამ, რომ იმდენი დახმარება აღარ მჭირდება როგორც პირველ ეტაპზე, მე თვითონ შემიძლია. Но это никогда не стерет внутри вот это почитание дара, который нам служил, нас поставил сегодня. არ უნდა გაქრეს ის, რომ შენ პატივი უნდა მიაგო იმ ნიჭს, რომელიც არის ღვთისაგან ამ მსახურში. Иногда даже пастыря одевают свое слово в такую, я так называю, колючая рубашка человеческого несовершенства. და ხანდახან არის ხოლმე, რომ ხუცესები იცმევენ სამოს, რომელიც არის ეკლიანი ადამიანური. Да. И он сказал что-то правильное, но не в той форме, немножко грубо. და შესაძლოა მან თქვა სწორი, მაგრამ ცოტა მოუხერხებლად, აი როგორც ეკალი. Или очень грубо. ან ძალიან უხეშად. Недопустимо грубо. მიუღებლად უხეშად. Но если я почитаю дар,
მაგრამ თუ მე პატივს მივაგებ ნიჭს, то даже такой пастор, как священник Илий, მაშინ ისეთი ესე იგი ხუცესიც კი როგორიც იყო может ელი, стать у Бога ответом на мою нужду. შეიძლება გახდეს პასუხი ჩემს საჭიროებაზე ღმერთისგან. Это все зависит от моего решения, что я вижу перед собой и кого я вижу перед ეს собой. არის დამოკიდებული ჩემზე, თუ როგორ უყურებ მე მსახურს. И всегда, когда у меня есть возможность как-то проявить это почтение, я всегда его стараюсь проявить. და ყოველთვის როდესაც მაქვს საშუალება გამოვხატო ჩემი პატივისცემა, მე ამას И ვაკეთებ. это не человекоугодничество. და ეს არ არის ადამიანის ასე ვთქვათ პირფერობა. Это признание того, что я вижу в нем Бога. ეს არის იმის აღიარება, რომ მე მასში ვხედავ ღმერთს. Еще один маленький пример, и я буду уже идти к концу. კიდევ პატარა მაგალითი. Хотя я много чего не сказала, но как-то Бог повел вот таким путем. У нас в молодежном служении в нашей станице был один студент. ჩვენთან ახალგაზრდურში იყო ერთი სტუდენტი Этот парень жил в 2 или 3 часах езды от нас. და ეს ბიჭი ცხოვრობდა 2-3 საათის სავალზე. Учился у нас в колледже и поэтому попал ко мне на молодежь. ჩვენთან კოლეჯში სწავლობდა და ამიტომ ჩვენთან მოხვდა ახალგაზრდულზე. И вот несколько лет, пока он студент, он у меня на молодежь. და სანამ იყო ესე იგი სტუდენტი, Сейчас იყო он в армии. ახალგაზრდულში. ეხლა ის ჯარშია. И этот мальчик стал для меня как сыном. Я его люблю как сына очень сильно. და ეს ბიჭი ჩემთვის შვილივით გახდა, როგორც ჩემი შვილი ისე მიყვარს. И я всегда переживаю его уважение ко мне. И я, как бы не понимаю этой причины, но я вижу его уважение и восхищение. და მე ყოველთვის ვგრძნობ ამ ბიჭის პატივისცემას ჩემს მიმართ. ბოლომდე ვერ ვაცნობიერებ, რატომ არა ვგრძნობ. Но чтобы вы понимали бы, вот мне на следующем году 50 лет. ერთ წელში 50 წელს ვხვდები. Я думаю, что не я должна заниматься молодежью. В принципе, мне это даже говорили. და ესე იგი, ასე ვთქვათ, ჩემი წლებიდან გამომდინარე, მე არ უნდა ვიყო დაკავებული Но по какой-то ახალგაზრდული. причине Бог сделал меня для них ответом, и они просят и тянутся, и постоянно хотят, чтобы я с მაგრამ ними რატომ проводила эти служения. რაღაც ღმერთმა ასე მოაწყო და მე გამხადა პასუხად მათი И საჭიროებაზე. для меня это сверхъестественно, что я могу быть для них каким-то ответом. და ჩემთვის ეს არის ზებუნებრივი, რომ მე შემიძლია ვიყო მათთვის პასუხი. И в прошлом году, по-моему, у меня был день рождения. და შაშა მქონდა დაბადების დღე, Не, он у меня каждый год, но в прошлом году это случилось. წინა დაბადების დღეზე Этот Никита заходит ко мне домой, შემოდის ჩემს სახლში и у него в ნიკიტა руках такая огромная коробка, блендер купил. და ესე იგი ყუთით შიგ ბლენდერი იყო И говорит: тетя Ляна, это вам подарок на день рождения. და მეუბნება ლიანა დეი და აი საჩუქარი Я დაბადების сказала: я დღისთვის. не возьму у тебя такой. და უთხარი რომ არა მე შენგან ამას არ Ты მივიღებ. студент, ты там стипендия твоя, копейки სტუდენტი ხარ какие-то. და რაღაცა კაპიკები გაქვს. У него было так, что настолько потертые кроссовки, что брат в церкви у нас заметил, благословил его кроссовками. ისეთი გაწვეთილი ესენი ფეხსაცმელი ქონდა რომ ძმამ შეამჩნია და ფული მისცა ფეხსაცმლისთვის. Потом увидел еще какую-то его материальную нужду. Просто это было очень видно. И он благословил его этим. ჩანდა ხოლმე რომ მას ქონდა მატერიალური ასე ვთქვათ პრობლემები და კიდევ სხვა რამით აკურთხა И ძმა. вдруг он заходит с этим და блендером. შემოდის ის და Это же не მოხდის копейки, ბლენდერი. да? Я говорю: я ни за что не არ приму იყო у ეს тебя это. იაფი და ვეუბნები არა ვიღებ. И он такую речь закатывает. და ასეთი სიტყვა წარმოთქვა. И он начинает говорить о том, как изменилась его жизнь на служениях после того, как он стал ходить ко мне на და служение. მან დაიწყო იმისი მოყოლა თუ როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება, მას შემდეგ რაც დაიწყო მსახურებაზე Он вырос სიარული. духовно. Он стал проповедовать в სულიერად церкви своей. გაიზარდა, დაიწყო ქადაგება ეკლესიაში. У него очень пасторское сердце. Есть люди, которых он начинал მას привлекать в აქვს ხუთესის служение. გული და ისინი ხალხი ის რთავს ხალხს მსახურებაში. Он молится за людей, он работает с ними духовно. Молодежь, я имею და в виду. в его городе. სულიერადაც შრომობს ხალხთან. И, как мы думаем, это будущий пастор. და ვფიქრობ რომ Так видно, так слышно. როგორც ჩანს, როგორც გვესმის, მომავალი ხუთესია. И вот он стоит и говорит: вот моя жизнь изменилась, вот это, вот это, вот это, и это благодаря тому, что вы мне служили. და ის ამბობს, ჩემს ცხოვრებაში შეიცვალა ეს და იმის წყალობით, რომ თქვენ მე მომემსახურეთ. Я расплакалась, я сказала: я возьму у тебя ავტირდი этот подарок. და უთხარი, მე ავიღებ ამ ბლენდერს. Только по одной причине, что ты Холод- видишь дар, и ты его чтишь. მხოლოდ იმიტომ, რომ შენ ხედავ ნიჭს და შენ ამ ნიჭს მიაგებ პატივს.
Это не человекоугодничество. ეს არ არის უბრალოდ ადამიანური Это умение პირობა. дорожить и ценить в друг друге Бога. ეს არის ის, რომ შენ ხედავ და აფასებ ესე ადამიანში ღმერთს. Я начинала с того, что мы притыкаемся о грехи и можем не приходить даже в церковь. მე დავიწყე იმით, რომ ჩვენ ასე თქვათ, თვალში გვეჭხირება ხალხის ცოდვები და ამის გამო აღარ გვინდა Если в ეკლესიაში нашей სიარული. жизни или в наших церквях, в наших служениях не хватает проявления Божьего, мы часто заменяем это какими-то искусственными спецэффектами და организации какой-то. როდესაც არ არის საკმარისი ღმერთის თანდასწრება ეკლესიაში, ვცდილობთ, რომ ეს რაღაცნაირად ადამიანური ღონისძიებებით შევავსოთ. И мы поднимаемся за счет этого, поднимать уровень, чтобы впечатлять людей, და держать людей в церкви. ვცდილობთ, რომ აი ეს ხალხი რამენაირად, ასე თქვათ, შევაკაოთ, მოვიზიდოთ. И последнее, что я сказала, что мы все в теле Господнем. და ბოლოს რაც მე ვთქვი, რომ ჩვენ ყველანი ვართ უფლის სხეულში Дар Божий друг другу. და ვართ საჩუქარი ერთმანეთისთვის И нам нужно научиться это видеть. და ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამის დანახვა. Мне, правда, было много чего еще сказать, но я думаю, что на этом достаточно. კიდევ ბევრი მქონდა სათქმელი, მაგრამ ფიგურობ საკმარისია. Только хочу вам показать, вот попросила Марию принести. მინდა ეს გაჩვენოთ. Вот это сахарница. აი ეს არის საშაქრე. Кто согласен? ვინ ეთანხმება იმას, რომ ეს არის საშაქრე? Вот сестра согласилась со мной. Кто еще согласен? Почему? და მეთანხმა. Почему бы и нет? Вы согласились, да? Просто уступили моему мнению. А на самом деле, как оно выглядит? თქვენ დაეთანხმეთ ჩემს სიტყვას, მაგრამ სინამდვილეში ეს რა არის? Когда я в церкви нашей показала этот пример, როდესაც ჩვენს ეკლესიაში ეს მაგალითი у ვაჩვენე нас маленькая церковь, поэтому люди вслух говорят, все слышно. Мне не очень слышно, что вы отвечаете. პატარა ეკლესია ჩვენთან, ამიტომ მესმის ხოლმე ყველას ხმა, ვინც ლაპარაკობს. И были такие ответы, ну пусть будет, в принципе, можно так использовать. და თქვენს რომ იყოს საშაქრე, რა პრობლემაა? Кто-то говорил, ну, вообще-то это у него другое предназначение. ვიღაცამ თქვა რომ ამას სხვა დანიშნულება აქვსო. Было мнение такое, что можно так использовать, но в принципе эту вещь можно использовать еще и по-другому. და Может быть. შესაძლოა სხვადასხვაგვარად იყოს გამოყენებული. И вот этот предмет можно использовать как карандашницу. შეგვიძლია ფანქრებისთვის გამოვიყენოთ. Можно сделать его каким-то декором, там, кувшинчик с цветочком. შეიძლება ყვავილები ჩავდოთ ჩიქ. Девочка-подросток может сделать это шкатулкой для своих украшений. Бусинки, сережки. შეიძლება, ესე იგი, გოგონა მოზარდმა თავისი მძივები, საყურები ჩადოს. Самое естественное для нас употребление — воду пить отсюда, да? და ყველაზე ბუნებრივი არის, რომ წყალი შეგვიძლია И вот დავლიოთ. они это все озвучивают. აი ეს ყველაფერი გაახმოვანეს. И там был 11-летний мальчик у нас. იქ იყო 11 წლის ბიჭი. Он слушал, ну, он сидит за компьютером, выводит стихи, поэтому внимательно слушает. ის ყურადღებით ისმენდა კომპიუტერთან ზის, მუხლები გამოაქვს ეკრანზე. И он сказал, говорит, а вообще-то это хозяин решает. და მან თქვა ასეთი რაღაცა, რომ Потрясающий ответ. საერთოდ პატრონი გადაწყვეტს თუ რა იქნება ეს. Вот вы смотрите на какого-то человека и говорите, ему не надо быть лидером. შეიძლება უყურებთ ადამიანს და ამბობთ, რომ ეს ლიდერი არ უნდა იყოს. Это не его служение. ეს არ არის მისი მსახურება. Зачем ему вообще это доверили? საერთოდ რატომ მიანდეს? Он не подходит, он не справляется, у него сплошные минусы. სულ მინუსებშია და თავს ვერ ართმევს. Его надо было сделать шкатулкой для украшений. ის უნდა ყოფილიყო სამკაულების ყუთი. Или карандашницей, или еще ან кем-то. ფანქრებისთვის. А хозяин сказал, ты будешь моей сахарницей. ხოლო პატრონმა თქვა, შენ იქნები Если საშაქრე. вы это не принимаете, это ваши проблемы. და თუ თქვენ ამას არ ღებულობთ, ეს არის თქვენი Хозяин პრობლემა. решил, что это сахарница. პატრონმა გადაწყვიტა, რომ ეს არის საშაქრე. И он сказал, я вложу в тебя что-то, მე ჩავდებ შენში რაღაცას, что когда люди будут это из тебя брать, როდესაც ადამიანები შენგან ამას их ამოიღებენ, жизнь будет немножечко слаще. მათი ცხოვრება უფრო ტკბილი იქნება. Вы знаете, вот посмотрите на тех, кто рядом сидит. გადახედეთ მათ, ვინც გვერდით არიან. Это Божья сахарница. და ეს არის ღმერთის საშაქრე. Примите, что мы все, мы Божья сахарница. მიიღეთ ის, რომ ჩვენ ვართ ღმერთის საშაქრეები. И в Писании есть еще один стих, который сюда не подходит. და არის ერთი მუხლი, რომელიც ამას არ უხდება.
Но я хочу его применить. მაგრამ მე მინდა ეს გამოვიყენო, Написано, что мы куплены дорогой ценой. რომ ჩვენ ვართ ნაყიდი ძვირფასი ფასით. И дальше написано, не делайтесь рабами людей. ნუ გახდებით ადამიანების მონები. Не связывайте себя тем, что вы видите в людях несовершенство. ნუ შეიბოჭებით იმით, Грехи. რომ ხედავთ Что ადამიანების вам важно их სოდვებს, мнение. მინუსებს და სხვადასხვა აზრს. Что вам важно, чтобы они соответствовали вашим представлениям. და ნურც იმით, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ისინი შეესაბამებოდნენ აუცილებლად თქვენს Нам ხედვას. всем нужно бороться с тем, чтобы здесь научиться видеть Бога, а не людей с их ошибками. ჩვენ უნდა ესე იგი ვეცადოთ ის, რომ დავინახოთ ღმერთი და არა ერთმანეთი და მათი მინუსები. Потому что, по сути, сокровище в нас – это Он. იმიტომ რომ განძი, რომელიც ჩვენშია, ეს არის თვითონ უფალი. И, может быть, или до восхищения церкви, или до пришествия Христа я буду опаздывать. და შესაძლოა მე ესე იგი სანამ ეკლესიაში ვარ დავაგვიანო И мне нечем хвалиться, და ეს არ არის საკებარი, потому что сокровище во мне – это Он. იმიტომ რომ განძი ჩემში არის ის, И точно так же в тебе. ასევე შენშიც. Я хочу тебя чтить, как Божий дар для меня. და მე მინდა შენ მოგაგო პატივი, როგორც ღმერთის ნიჭს ჩემთვის. И потом потратить часы не на то, чтобы собраться и проанализировать, как неправильно поступил тот брат или та сестра, какое было неправильное служение. და შემდეგ დავხარჯოთ საათები არა იმაში, რომ როგორც არასწორად და ცუდად მოიქცა ეს და თუ ძმა და არ იყოს А потратить სრულყოფილი. эти часы на то, чтобы молиться за своего брата и сестру. არამედ დავხარჯოთ ეს დრო იმისთვის, რომ ვილოცოთ დისთვის Чтобы ძმისთვის, Божий Дух действовал в нем больше и больше и რომ больше. ღმერთის სული მასში უფრო მეტად და მეტად მოქმედებდეს. И если Бог мне доверит, და თუ ღმერთი მომანდობს, я тоже могу потом стать ответом на какое-то его მეც развитие. მეც შევძლებ ვიყო პასუხი ვიღაცის ლოცვაზე. И приходя сюда, და აქ მოსული Иисус первый, იესო პირველი кого мы должны здесь видеть. პირველია, ვინც ჩვენ უნდა დავინახოთ. И единственный, кого мы должны здесь видеть. და ის არის ერთადერთი, ვინც ჩვენ უნდა დავინახოთ. Можно я повторю эту фразу еще раз? შეიძლება გავიმეორე ეს ფრაზა. Первый и единственный, кого мы должны Первый. видеть в Доме Божьем. და ერთადერთი, ვინც უნდა ვიხილოთ ღმერთის სახლში. Это Иисус Христос. ეს არის იესო ქრისტე. Будьте благословенны. იღავთ კურთხეულები.